ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნ თქვენ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. $1,600,000 ევროს ღირებულების პროექტი ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის, რომელიც 46 თვის განმავლობაში 4 რეგიონში მიმდინარეობდა და 18 მუნიციპალიტეტი მოიცვა, დასრულდა. შედეგები კი პროექტში ჩართულმა მხარეებმა ბენეფიციარებთან ერთად დასკვნით ღონისძიებაზე შეაჯამეს. პროექტის შედეგების პრეზენტაციის პარალელურად სტუმრებისთვის გამოფენილი იყო იმ ახალგაზრდების პროდუქცია, რომლებმაც დაფინანსება მოიპოვეს. შეძლო თუ არა პროექტმა დასახული მიზნების მიღწევა, ვისთვის იყო განკუთვნილი, რა შედეგები მოიტანა რეგიონებისთვის და რა შეიცვალა სოფლად მაცხოვრებლებისთვის. პროექტის შედეგები კონკრეტული მაგალითებით ჩვენს სიუჟეტში. ეს მოისმენთ როგორც ბენეფიციარი და შთამბეჭდავ ისტორიებს, ასევე პარტნიორების, მოწვეული სტუმრების აზრისიდან მივიღებთ ინსპირაციას ახალი შესაძლებლობებისთვის. 1600-მდე მონაწილე, 60 დაფინანსებული საწარმო და 219 დასაქმებული. ასეთი შედეგი აჩვენა პროექტმა ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის RDYM, რომლის დასრულების ღონისძიებაზე მასში ჩართულმა ყველა მხარემ ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს. მიღებული გამოცდილება გაცვალეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ფორმატის სამუშაო განაკვეთზე 219 ადამიანი, მათ შორის 122 ქალი დასაქმდა. დაფინანსებული ახალგაზრდებიდან 31 ქალი, 29 კი კაცი მეწარმეა. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი იყო 1,6 მილიონი ევრო. აქედან დაფინანსდა 60 საწარმო, როგორც აღნიშნე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენმა პროექტმა ხელი შეუწყო ასევე სტარტაპ პროექტების დაფინანსებას და 60-დან 24 საწარმო იყო სრულიად ახალი, ჩანასახში მყოფი საწარმო, ხოლო დანარჩენი განვითარებაზე ორიენტირებული. ლიბერტისთან ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლეთ, რომ შეგვექნა რაღაც გარკვეული წამახალისებელი პროდუქტი ჩვენი ბენეფიციარებისთვის, თქვა დაინტერესების შემთხვევაში სესხის აღების კუთხით. ლიბერტი ბანკისთვის წლები ამ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა პრიორიტეტულია. RDYE პროექტში კი მონაწილეებმა ბანკისგან მიიღეს არამხოლოდ ფინანსური რესურსი, არამედ ლიბერტის მიერ სპეციალურად შემუშავებული სასწავლო პროგრამით შეიძინეს პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილებაც, რაც მათ იდეების ბიზნესად ქცევაში დაეხმარა. სპეციალური ტრეინინგების პროგრამა შევიმუშავეთ ჩვენ მონაწილეებისათვის და პრაქტიკული გამოცდილება გავიზუიარეთ ჩვენი, როგორ უნდა მართო ფინანსები, როგორ ჯობია დაგეგმვა, როგორ ჯობია მოემზადო ინვესტიციის თუ სესხის მოსაზრება და ასე შემდეგ და დღეს განსაკუთრებით სასიამოვნოა ამდენი მონაწილის ნახვა, მათ შორის ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანია. ფიქრობთ, ყველამ ვინც მონაწილეობა მიიღო, მიუხედავად იმისა, დაფინანსება და გრანტი მოიპოვა თუ არა, უკვე გამარჯვებულია, იმიტომ რომ მიიღო ცოდნა, გამოცდილება ასეთ პროექტში მონაწილეობის და შესაბამისად ეს მომავალში აუცილებლად წაადგება მათ ბიზნესს. პროექტის უმთავრესი მიზანი იყო რეგიონებში ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება, ახალგაზრდების მიგრაციის შემცირება და ახალი ინიციატივების პოპულარიზაცია. ახალგაზრდები 46 თვის განმავლობაში იძენდნენ სამეწარმეო უნარებს, რითაც საბოლოოდ რეგიონებს შეემატა კონკურენტუნარიანი ბიზნესები. გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები. რეგიონებში ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება თავიანთი იდეების რეალიზაციის და უმნიშვნელოვანესი ასევე რა თქმა უნდა, რომ მათ ირწმუნეს, რომ უცხოელ თუ ქართულ პარტნიორებთან შესაძლებელია იყო წარმატებული და მაგალითი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის და ბუნებრივია ჩვენი ახალგაზრდების ხარდაჭერა ქმნის ქვეყნის სტაბილურობის და მდგრადობის და ეკონომიკის განვითარების წინაპირობას და სწორედ ამ იდეას ემსახურებოდა ეს პროექტი. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის გამარჯვებულები, ასევე კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები. პროექტის დახურვის ღონისძიებაზე შედეგების პრეზენტაციის პარალელურად გამოფენილი იყო იმ ახალგაზრდების პროდუქციაც, რომლებმაც ამ პროექტით დაფინანსება მოიპოვეს. თითოეული პროექტი, რომელიც მეწარმეების ხელშეწყობისთვის არის გამიზნული, არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისთვის, რადგანაც მწირი ფინანსური რესურსი გვაქვს ჩვენ თვითონ პირადი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დონორების ხელშეწყობა, რომ განვითარდეთ, წინ გადავდგათ ნაბიჯები და უფრო მეტად წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი ბაზარზე, როგორც ხარისხიანი პროდუქტი
ფუნქცია და ასევე ტექნოლოგიური ნაწილი იყოს გამართული. პროგრამა ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის იგივე RDYE 46 თვის განმავლობაში ერსი კორპუსის წარმომადგენლობის მიერ ხორციელდებოდა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით, ლიბერტი ბანკის სტრატეგიული პარტნიორობით, ასევე სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით. პროექტი განკუთვნილი იყო 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდებისთვის და დაეხმარა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მაცხოვრებლებს, ეკომიგრანტებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს განევითარებინათ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნილიყო ახალი ან გაფართოებულიყო უკვე არსებული ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობის და არასასოფლო სამეურნეო საწარმოები. პროექტი ხორციელდებოდა საქართველოს 4 რეგიონში და მოიცავდა 18 მუნიციპალიტეტს. RDYE-ის მსგავსი პროექტები ჰაერივით ჭირდება დღეს რეგიონების ეკონომიკას. ქვეყნისთვის სოფლად მოსახლეობის ადგილზე დამაგრება ისევ გამოწვევაა. მოსახლეობის საყოველთაო აღწერიდან აღწერამდე ბოლო 10 წელში სოფლებიდან 100,000-ზე მეტი ადამიანი წამოვიდა და მათმა ნაწილმა ან ქალაქებში გადაინაცვლა, ან საერთოდაც ქვეყანა დატოვა. როგორც ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, აღწერიდან აღწერამდე სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ადამიანების რიცხოვნობა მხოლოდ თბილისში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში გაიზარდა. დანარჩენ 8 მუნიციპალიტეტში კი შემცირდა. ციფრებითაც და ციფრებს მიღმაც რეალობა რეგიონებში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საჭიროა შესაბამისი სახელმწიფო პროგრამები, ისეთი როგორიც მოსახლეობას სოფლად დაამაგრებს. ესაც ახალგაზრდა და ისიც როგორც თქვენ რამოდენიმე ათეული ახალგაზრდა იმ სოფლებისა, რომელიც თავის დროზე რამოდენიმე ასეული კომლით იყო ცნობილი საქართველოში, იყო დიდი სოფლები, ეგრეთ წოდებული მილიონიანი კოლმეურნეობები, თუმცა ეს ახლა სადღაც 40 წლის წინანდელი ამბავია. დღეს რამოდენიმე ათეულმა ადამიანმა თუ დაამთავრა სკოლა, ამ აქედან ყველა მიდის უმაღლეს სასწავლებლებში. 99% მიდის უმაღლეს სასწავლებლებში და მას ურჩევნია დარჩეს ქალაქში ეგრეთ წოდებულა თქვათ აი სასტუმროში მიმტანა თუ რესტორანში და ვიდრე სოფელში ჩაუდგეს თავის მეურნეობას და ჩაუდგეს თავის საქმეს, ანუ აკეთოს თავისი ბიზნესი. ახლა როგორც თქვენ, ახლა აქ პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ აქ სახელმწიფო ვერაფერს ვერ გაატარებს, თუ მენტალიტეტი არ შეიცვალა, თუ დამოკიდებულება არ შეიცვალა პირველ რიგში. ახლა არსებობს ეგრეთ წოდებული ძალადობრივი მეთოდები, აი კერძოდ 30-იან 40-იან წლებში ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს იყო ესეთი მეთოდები, როცა გლეხებს ჩამოართვეს პასპორტები და მათ არ ჰქონდათ უფლება სოფლიდან გასვლისა, ნუ სხვა მხრივ ახლა გადაადგილება თავისუფალია და ამიტომ პირველ რიგში რაც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ მთავარი არის ის, რომ აი სოფლის მეურნეობა რეალურად იქცეს ეკონომიკის ერთ-ერთ ძლიერ დარგად. მაშინ როცა წლების განმავლობაში და ალბათ უკვე 34 წელია და მოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი მთლიან შიდა პროდუქტში არ აღემატება 12%-ს, აი მაქსიმუმი როცა დაფიქსირდა იყო 12% და რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, მართლაც ახლა სოფლის სტატისტიკას თუ გადავავლებთ, თვალს იქ არის აი 55 წელი და ზემოთ. ანუ ისინი, ვინც ეგრეთ წოდებული ჩარჩა სოფელში იმა 90-იანი წლებიდან და 2000-იანი წლების დასაწყისიდან, ან სხვა წასასვლელი არც არ აქვს და ან კიდევ დაბრუნდნენ სოფელში. ეს პრობლემა მე არ მგონია, რომ რაღაცა მოკლევადიან პერიოდში გადაჭრადი იყოს. პირველ რიგში ეს უნდა იყოს აი მიბმული შობადობის პოლიტიკასთან, მიბმული იმ გოტებთან, იმ შეღავათებთან, რაც სოფელში არის, სოფელ და ტერიტორიას ეკრება, თუნდაც კომუნალური ხარჯები, თუნდაც ენერგეტიკის ხარჯები, განსაკუთრებულად აი ის შეღავათები, რომელიც შეღავათებით შეიძლება იყოს დაწესებული ნებისმიერი შეღავათი სოფელში. სოფელში არის მაგალითად ფიტნეს ცენტრი, მაგალითად ფიტნეს კლუბი ან რაღაც ეს. არც ერთ იშვიათად თითზე ჩამოსაძლოს. დღეს ყველა ახალგაზრდა არის ფიტნეს ცენტრში, არის სპორტით დაკავებული ახალგაზრდები. მას ჭირდება გამართული ინტერნეტი, მას ჭირდება მაგალითად ხელმისაწვდომი გარკვეული სოციალური სერვისები, მას ჭირდება თქვა აი რაღაცა გასართობი ადგილები მაგალითად ახლა მაინც და მაინც ღამის კლუბებზე არ არის აქ საუბარი, აქ საუბარია თუნდაც იგივე ბიბლიოთეკებზე, ან იმ სივრცეებზე, სადაც ისინი თუნდაც დისტანციურად ერთმანეთს გაუზიარებენ აზრებს და აი თავი ევროპული სოფელი
დიდად განსხვავდება თავის გარეგნული ნიშნებით, რა თქმა უნდა, ჩვენს წარმოდგენაში არსებული ქართული სოფლისაგან. რა, ეხლა აქ არის აი სხვა ყოფითი პრობლემებია დღეს ქართულ სოფელში. დღეს ქართულ სოფელში არის ყოფითი პრობლემები. ანუ ისე ინფრასტრუქტურამდე მივდივართ, უწყლობამდე, მაგალითად, რამდენ სოფელში არის საქართველოში გამართული საკანალიზაციო ქსელი, წყალანილების ქსელი. რამდენ სოფელში არის გამართული? სოფელში მე მგონი არსად, რა ვიცი. სოფელში არსად არ არის, ეხლა რა თქმა უნდა და ეს უკვე აი იწვევს აი სხვადასხვა, აი რამდენ სოფლის მოსახლეს აქვს გამართული ინტერნეტი ეხლა პორტატულ კომპიუტერებზე და მე არ ვამბობ ტელეფონის და თქვა აი რაღაცა მეგაბაიტებზე და გიგაბაიტებზე დამოკიდებულებას. არა, აი ეს პრობლემებია. ეს პრობლემები იმ ქვეყნებს, რომელმაც სოფელში დაამაგრეს, თუმცა აქვე აღნიშნოთ ისო, განვითარებულ ქვეყნებში ახლა სასოფლო-სამეურნეო წარმოების მაჩვენებელი 10%-ზე დაბალია ხშირ შემთხვევაში მთლიანში და პროდუქტში ახლა. ხო, იქ სამრეწველო მიმართულებასთან და თქვა სხვა დარგებს უფრო მეტი ყურადღება ექცევათ, მაგრამ იქ სოფელი არის ჩვეულებრივი, თქვა ქალაქის ტიპის დასახლება. ჩვეულებრივი ქალაქის ევროპაში მაგალითად. თუმცა აი ყველაზე მეტად სოფელი განვითარებული სადაა? სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია მაგალითად, აი ჰოლანდია მაგალითად, სამხრეთ ამერიკის ეგრეთ წოდებული სოფლები და ასე შემდეგ. აი აქ არის ყველაზე მეტად განვითარებული სოფლები. იქაური სოფლის განვითარება აი ჯობს საქართველოში თუნდაც მუნიციპალიტეტების განვითარების დონე, მუნიციპალური ცენტრების განვითარების დონე. სოფლების მოსახლეობისაგან დაცლა სოფლის მეურნეობას დიდ პრობლემას უქმნის, რადგან ზოგიერთ სოფელში მიწა ფაქტობრივად დაუმუშავებელია მოსახლეობის სიმწირის გამო. საქმე იმდენად რთულადაა, რომ სოფლად ჭირს ქართველი მუშახელის მოძიებაც. ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რეგიონული ეკონომიკა ფაქტობრივად აღარ გვაქვს, ან თუ გვაქვს ძალიან სუსტია. მათი აზრით, მონოცენტრული ეკონომიკა, რომლის ღერძი დღეს მხოლოდ დედაქალაქია, პოლიცენტრული უნდა გახდეს, ანუ მთელი ქვეყნის რეგიონებზე უნდა გაიშალოს და თანაბრად გადანაწილდეს. ურბანიზაციას როგორც ასეთი შეიძლება ყველგან შევხვდეთ, მაგრამ ჩვენთან პირობითად სიტუაცია არის მნიშვნელოვნად ასიმეტრიული და შეგვიძლია ხა გავშალოთ ეს თემა. თავარი სტიმული, რის გამოც პირობითად სოფლებიდან მაღალმთიანი რეგიონებიდან და ასე შემდეგ ადამიანები ძირითადად თბილისში მოდიან, ნუ გასაგებია შეიძლება აჭარაც იყოს, ბათუმიც იყოს, მაგრამ ძირითადად თბილისში. თავარი მიზეზი ამ ყველაფრის არის ის, რომ მთელი რიგი ეკონომიკური აქტივობა არის თბილისში. ანუ ძალიან მარტივი სიტყვებით რო ვთქვათ, ფული იშოვება თბილისში. ჩვენ რო სტატისტიკა შევხედოთ და სტატისტიკით გავამყაროთ, მთლიანი ეკონომიკა რაც ჩვენ გვაქვს, დაახლოებით 51-52% მოდის თბილისზე. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ფაქტობრივად მთელი ის დოვლათი რაც ქვეყანაში იქნება, ამის ნახევარი არის სწორედ თბილისში. ანუ მთელი რიგი ბიზნეს აქტივობები აქ არის, იმდენად ამდენადაც დოვლათი აქ იქნება, სამუშაო ადგილებზე მოთხოვნა აქ არის, ხელფასების დონეც უფრო მაღალია ვიდრე რეგიონებში. აი ჩვენ თუ რეგიონებსა და ცალკე რეგიონებსაც თბილისში შევადარებთ, ხელფასებს შორის განსხვავებაც საკმაოდ დიდია. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც არიან პირობითად ამა თუ იმ სოფელში და არანაირი პერსპექტივა არ არის, რომ შესაბამისი ფული შოვონ, ცხოვრების ხარისხი აიმაღლონ, სხვადასხვა სერვისებზე უფრო გამარტივებული წვდომა ჰქონდეთ, უფრო მაღალი ხარისხის სერვისებზე. ხო, ეხლა მაგალითად იგივე ჯანდაცვა რო ავიღოთ პირობითად ან სხვა ტიპის სერვისები თბილისში გაცილებით უკეთესია ვიდრე რეგიონებში. და შესაბამისად, კრებსით ეს ყველაფერი უბიძგებს ამ ადამიანებს, რომ წამოვიდნენ თბილისში. ანუ თავარი მამოტივებელი ფაქტორი არის ეკონომიკური ფაქტორი, შემოსავლების და ფულის ნაწილია, რომ აქ გარკვეული რაღაცა პერსპექტივები იპოვონ. ნუ ბუნებრივი ამაში ცუდი არაფერი არ არის და პირიქით ლოგიკურია, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებენ ადამიანები, იმიტომ ჩვენ მივისწრაფით იმისკენ, რომ რეალურად კეთილდღეობის დონე ყოველდღიურად ავიმაღლოთ, მაგრამ აქ არის კიდე ერთი საკითხი, რომ ხომ არ შეგვიძლია გავატაროთ ისეთი ტიპის პოლიტიკა, რომელიც არათუ ძალით დატოვებს ამ ადამიანებს, არამედ ისეთ სტიმულებს წარმოშობს, ისეთი აქტივობას იმ ადგილობრივ სოფლებში, რომ აღარ მოუნდეს წამოსვლა პირიქით იქ ასე ვთქვათ დაიწყო საქმიანობა, იმიტომ მე ბევრი უკმაყოფილო ადამიანი მინახავს უკვე თბილისში ცხოვრებით და ბუნებრივია, იმიტომ ძალიან გაიზარდა რაოდენობა, საცობები ასე შემდეგ, დაბინძურება და ბევრს უნდა რომ სხვა რეგიონში გადავიდეს, მაგრამ ვერ გადადიან ზუსტად ამ ეკონომიკური სტიმულების გამო. თავარი პრობლემა არის სწორედ ის, რომ რეგიონალური ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც უყურებთ, ჩვენ არ გვაქვს. გვაქვს ერთადერთი თბილისი, ღერძი ეკონომიკის და დანარჩენი რეგიონებში ცხოვრების ძალიან დაბალი დონე. და წლების განმავლობაში არანაირი პოლიტიკა არ გატარებულა იმისთვის, რომ ადამიანებს სტიმული ქონოდათ იქ ადგილზე დაეწყოთ გარკვეული საქმიანობები.
ეკონომისტების ნაწილისთვის გამოსავალი იქნება ადგილობრივი წარმოების დაცვაზე ორიენტირებული ეკონომიკის შექმნა და პოლიტიკის ამგვარად გადაწყობა. მულოვანი საბაჟო ტარიფის, საბაჟო განაკვეთის პირობებში სადღაც საეჭვო ხარისხისა და საეჭვო მაჩვენებლების მქონე პროდუქცია შეიძლება ბევრად უფრო იაფი ღირდეს, ვიდრე მაგალითად ქართულ სოფელში მოყვანილი თუნდაც თუთა მაგალითად ან ქართულ სოფელში მოყვანილი თუნდაც პომიდორი, კარტოფილი და ასე შემდეგ. არა, ამან გული აუცროა მოსახლეობას. ეხლა, როდესაც შევხედავ რაოდენობრივ სხდავაც ავიღოთ ეხლა, ხო? როდესაც გადავავლებთ, აი, მაგალითად ეხლა, ხო? აი, შემოდგომა, ეგრეთ წოდებული, აი, ეპითეტები როგორც არის, ეხლა მდიდარი შემოდგომა და რაღაც ასეთი, ეხლა. ნახოთ ეხლა, თქვა, ქართულ სუპერმარკეტებში არის თუ არა ქართული პროდუქცია, ქართული ხილი არის თუ არა ქართულ სუპერმარკეტებში, ან სანამდე გასტანს მაგალითად ქართული პომიდორი მაგალითად, ქართული კიტრი მაგალითად, სანამდე გასტანს მაგალითად ქართული ციტრუსი, რომელიც ეხლა უნდა შემოვიდეს ოქტომბერში და საახალწლოდ იქნება თუ არა სუპერმარკეტებში, ის უკვე აღარ იქნება სუპერმარკეტებში ისა ქართული პროდუქცია, იმიტომ რომ მოსახლეობა ხედავს, რომ არასწორი პოლიტიკის გამო და საწყისი აი 10 წლების წინ დაწყებული ბიცის რეფორმიდან საწყისი არა, იქედან მოყოლებული არასწორად განვითარდა. იმიტომ რომ როდესაც ნულოვანი განაკვეთი არსებობს იმპორტირებულ პროდუქციაზე, საბაჟო განაკვეთზე არის საუბარი, არა, ამ შემთხვევაში რაოდენობა ხშირად ჭარბობს ხარისს, არა? რაოდენობრივი მაჩვენებელი, როდესაც რამოდენიმე 100,000 ტონა კარტოფილი შემოიტანს თუ ხალხს შემოიტანს, მისი საცალო ფასი უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე მაგალითად თუნდაც მარნეულში მოყვანილი კარტოფილისა და ეგრეთ წოდებული ეკოლოგიურად სუფთა ხახვი და ნიორი და ასე შემდეგ. ამან გამოიწვია ჯიშების უკვე გაქრობა, აი ჭოპორტას პომიდორი ცნობილი ჯიში, მაგრამ ეგრეთ წოდებული ქედის პომიდორი, თქვა დასავლეთ საქართველოში ცნობილი ხარის გულა პომიდორი და ასე შემდეგ. ეხლა აი მაგალითად კიტრი და ქუთაისის კიტრი, ლაღოდეხის კიტრი, აღარ არის ეს ჯიშები. აი ეს გამოიწვია ქართული სიმინდი მაგალითად ძალიან დიდი პრობლემა არის. ანუ თქვენ ემხრობით იმას, რომ გარკვეული გესმით ხო ჩემი ხმა? ბატონ პატა, თქვენ ემხრობით იმას, რომ ადგილობრივი წარმოების დაცვის მხრივ რაღაცა ტიპის დამატებითი გადასახადი დაეწესოს იმპორტს. აი არსებობს ეგრეთ წოდებული პროტექციონისტული პოლიტიკა და ღია ეკონომიკის პრინციპებთან, რომელიც შევხედოთ რა არის დეკლარირებული. კი, გასაგებია, ახლა ხშირ შემთხვევაში ჩვენ ეგრეთ წოდებული თავისუფალი ეკონომიკის პრინციპებს, ლიბერალური ეკონომიკის პრინციპებს ძირეული გადავაყოლეთ და ადამიანი გადავაყოლეთ ხშირ შემთხვევაში. თუ ყველა ქვეყანა შეუძლია, თუ ამერიკის შეერთებული შტატებს, მაგალითად, აი ძირძველი დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის სამშობლო ქვეყანა შეუძლია პრეზიდენტს, რომ მაგიდაზე მუშტის დარტყმით თქვას, რომ ამერიკული მანქანათმშენებლობა მარტო ამერიკაში იწარმოება და თქვათ ჩინურ შემოტანილ პროდუქციას 50%, კი, გასაგებია, ახლა ჩვენ დონეზე ვერ მივად, ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად, ვერც თქვათ გავლენებით მსოფლიოში, მაგრამ ის ხომ შეგვიძლია, რომ გარკვეულწილად პროტექციონიზმი, თუნდაც ფარული პროტექციონისტული პოლიტიკა ვაწარმოოთ. ეს არ დაგვიждდება არც მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის წევრობიდან გარიცხვათ, რომელსაც საერთოდ ვერ ვიყენებთ, ან ვიყენებთ ძალიან მიზერულ მინიმალურად. ეს არც დაგვიждდება არც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის დარღვევად, იმიტომ რომ ამასაც პრაქტიკულად ვერ ვიყენებთ და ჩვენზე უკეთესად იყენებენ სხვადასხვა ქვეყნები. უბრალოდ ეს დაგვიждდება წყალებში იმათ, რომ ქართული პროდუქცია დაფასდება ადგილობრივ ბაზარს. მაგრამ აქ უკვე სულ სხვა საქმე არის. ახლა ქართულ პროდუქციას ქართველებიც ყიდულობენ, არა მაგალითად, ახლა ქართულ ვაშლს, ხალხს თუ ქართველებიც ყიდულობენ, როდესაც შემოსავალი ფიქსირებულია, აი ტურისტულ ზონებში ეს განსაკუთრებით იგრძნობა რა. აი შევხედოთ ახლა ტურისტული ქალაქები, რეგიონები, პლუს თბილისი როგორც დედაქალაქი, არა, იქ ფასები ყოველთვის უფრო მაღალია ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონ, არატურისტულ ადგილებში, იმიტომ რომ ტურისტული რეგიონის პროდუქცია და რეალიზატორები ორიენტირებული არიან ტურისტებზე. ანუ ტურისტი სადაც ყიდულობს, იქ ყიდულობს ადგილობრივი მოსახლეობაც, არა, ადგილობრივი მოსახლეობა ფიქსირებული შემოსავალი აქვს და მისთვის ცხოვრება ძვირდება. ტურიზმის საერთაშორისო ტურიზმის განვითარება ცხოვრება გაუძვირა ადგილობრივ მოსახლეს, არა? ანუ თუ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი არ არის ტურისტულ ბიზნესში ჩართული, მაშინ მისთვის ტურიზმის ზრდა არანაირი შემოსავლის მომტანი არ არის, არა? აი აქ უამრავი ერთმანეთზე გადაჭარბული პრობლემებია და ეკონომისტების ნაწილი გამოსავალს სხვაგან ხედავს. ამბობენ, რომ სოფლებისა და რეგიონების ეკონომიკას სახელმწიფო ქონების საყოველთაო და უფასო პრივატიზაცია გამოაცოცხლებს. ადამიანები ზოგადად იქ არიან
და მათ საკუთრებაში არის შეიძლება რამდენიმე ჰექტარი მაქსიმუმ პირობითად მიწა სასოფლო-სამეურნეო და დანარჩენი არასასოფლო-სამეურნეო, ანუ რაზეც სახლი დგას და რაღაცა თავისი ეზო. ფაქტობრივად ადამიანის არსებული საკუთრება შემოიფარგლება სწორედ ამით. იმ ფონზე, როდესაც სხვა რეგიონში არის უამრავი ტიპის აქტივები, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, ადამიანებს არ ხელისუფლებათ, რომ იქ გარკვეული რაღაცა საქმიანობა დაიწყონ და შესაბამისად აი პატარა კვადრატში მოძრაობენ, ან პერსპექტივას უკლავს თავიდან, იმიტომ რომ მათ არ ვაძლევთ საკუთრებას. აქ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწები არ იგულისხმება. იქ არის სხვადასხვა ტიპის სხვა აქტივებიც, იგივე ტყის ფონდია, წყლის რესურსია, ბუნებრივი რესურსები, მინერალები და ასე შემდეგ. სხვა რეგიონი გამოირჩევა სხვა ტიპის საკუთრები, ასე ვთქვათ, აქტივებით, მაგრამ ეს აქტივები არის სახელმწიფო საკუთრებაში გაჩერებული ეს აქტივები და ბუნებრივია რომ ადამიანი წარმოიდგინეთ სოფელში დაიბადა, სოფელში ცხოვრობს და მისი საკუთრება შემოიფარგლება ერთი ან ორი, აი ძალიან მაქსიმუმ ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწით და მხოლოდ სახლიც და სახლში არსებული, ანუ რა უნდა გააკეთოს, ხო იქ ბუნებრივი ვერაფერს არ გააკეთოს და შემდგომში მოდის, ანუ თავარი არის ის რომ ამ ადამიანებს უნდა გაუჩინოთ სტიმული და სტიმული გაჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ ექნებათ საკუთრებაში გარკვეული აქტივები. ეხლა წარმოიდგინეთ, თქვენ პრაქტიკა არ ყოფილა საქართველოში, პირობითად სასარგებლო წიაღისეული ყოფილიყო კერძო საკუთრებაში. ესეთი პრაქტიკა არ ყოფილა, ეს არის მხოლოდ ლიცენზირების სახით გადაცემა რამდენიმე წლიან პერიოდში. უბრალოდ წარმოიდგინეთ ესეთი პრეცედენტი, რომ შეიქმნას, რომ ეს ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სოფელში ცხოვრობენ და იქ გარკვეული ეს აქტივები არის, მივცეთ კერძო საკუთრებაში, როგორ შეიძლება სტიმულები, ხო? დარწმუნებული ვარ, იქ თვითონ თუ ვერ გააკეთებენ ინვესტორ შემოიყვანენ, ჯგუფს შექმნიან, რომ ბევრი ადამიანი დაინტერესდება, გამოცოცხლდება იქ ცხოვრება, ანუ ცხოვრებას რითი ვზოვან, რითი ცოცხლდება, ხო? ის რომ აქტივები გაქვს, ანუ კეთილდღეობას იმაღლებ, რომ შენ ხარ გარკვეული აქტივების მესაკუთრე, რომელსაც იყენებ იმგვარად, რომ შენი შემოსავლები გაზარდო. და როდესაც ამ ადამიანებს ეუბნები, რომ აი შენ საკუთრებაში ეს პოტენციალი, რომელთა შეიძლება ფული იშოო, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ადამიანს აღარ მოუნდება, რომ პირობითად წამოვიდეს დედაქალაქში, რატომ უნდა წამოვიდეს, როდესაც თუ ერთადერთი მთავარი მომოტივირებელი არის, რომ ფული იშოოს და თბილისში ცხოვრება მაინც და მაინც არ მოსწონს იმ ფონზე როგორი დატვირთულობაცაა, ხო, ეს ადამიანების სტიმულით შეიძლება. ანუ თავარი არის პრინციპი ესეთი, რომ სპეციალური საპრივატიზაციო ნიშანი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა დაგვირიგდეს ყოველთვიურად და გარკვეული აქტივები არ აქვს მნიშვნელობა, ეს სასარგებლო წიაღისეული იქნება, სასოფლო-სამეურნეო მიწები იქნება, სახელმწიფო შენობა ნაგებობები იქნება თუ ასე შემდეგ. აი აქ უნდა მოხდეს უშუალოდ ამ საპრივატიზაციო ნიშნით აუქციონებში მონაწილეობა. ვინც უფრო მეც გაიღებს, ის გახდება მესაკუთრე. აქ შეიძლება იყოს როგორც ლოტებად გამოტანილი, მაგალითად, იგივე სასოფლო-სამეურნეო მიწები, ასევე აქციებად, ხო, აი მაგალითად, სასარგებლო წიაღისეულის აქციები, საბადოს აქციები შეიძლება გამოვიდეს და თავისი საპრივატიზაციო ნიშნით აუქციონის სახით ადამიანებმა გარკვეული აქციები ეკიდონ. შემდგომში შემოვა ინვესტორი, მოგებარდას, ნახავ აქციონერი ხარ, გაგახი აქციები, ან შეგიძლია ეს აქციები საერთოდ მერე გაყიდო. ანუ ჩვენ არ ვიღებთ ამ აქტივებს და აი შენის, ამას არ ვაკეთებ. უბრალოდ ბაზარზე ისეთი კონიუნქტურა დგება, ეს კონიუნქტურა გულისხმობს იმას, რომ კონკურენცია მიდის ჩემსა და თქვენ შორის, რომელ აქტივებს ავიღებთ, რომ ვისთვისაც ყველა რომელი რაღაც აქტივი არის ღირებული, სწორედ იქითკენ წავა მისი ეს საპრივატიზაციო ნიშანი, ანუ სტიმულები იმგვარით იცვლება, რომ ადამიანები დაინტერესებული იქნებიან ისეთი ტიპის აქტივების, ასე ვთქვათ, აღებით, რომელთაც ფულს გააკეთებენ. ფულს გააკეთებენ, ისინი ციხეირებენ და ქვეყნის ეკონომიკას. ევროპის ქვეყნებში ამხელა დისბალანსი ჩვენ რო გვაქვს, არც ერთს არ აქვს ფაქტობრივად, იგივე ევროპის ქვეყნებში მაგალითად ტყის ფონდის დიდი ნაწილიც ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ კერძო საკუთრებაშია და ეს არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს. მსგავსი მოდელი ჰქონდათ პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც, მათ შორის ლიეტუვას, ლატვიას, პოლონეთსაც, მსგავს ვაუჩერებითაც იყო, ანუ როგორ იყო იცით, რომ იმდენად გამოცდილება პრივატიზაციის ნაკლებად იყო პოლიტიკის, რომ სხვა მეთოდით კეთდებოდა. მე რასაც ვამბობ, პირდაპირ აი ესეთი კონკრეტული მაგალითი, რომ ბოლომდე მიიყვანეთ არ ყოფილა, თუმცა მცდელობები იყო, რამაც წარმატებით იმუშავა და 90-იანი წლებიდან რაღაცა ამოისუნთქეს ამ ქვეყნებმა. იგივე პოლონეთმაც რაღაც ვაუჩერებით პრივატიზაციის პროცესი მანდაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო, ლიეტუვაშიც, ლატვიაში, ანუ ეს ვაუჩერების პრივატიზაცია, საპრივატიზაციო ნიშნით, მოდი ესე უწოდოთ, იყო ამ ქვეყნებშიც და ამ ქვეყნებმა ამ პოლიტიკამ რაღაცნაირად მოიყვანა იმ და რაც კავშირის დაშლის შემდეგ ეს ქვეყნები იყვნენ. იყო ბოლომდე სამწუხაროდ არავის არ მიყვანია, მაგრამ ის იმას ანიშნავს, რომ შესაძლებელი არ არის. კიდევ ერთი მაგალითი არის, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ის შტატი იყო საქართველოზე დიდი. საქართველოს აღემატებოდა ზომით.
და ამ შტატის მთლიანად უფასოდ პრივატიზაცია მოახდინეს ეგრეთ წოდებული დუღის საშუალებით. ამ ცხენებით ადამიანები ჯირითობდნენ და ერთგვარ დროშას, რომელიც შემოსაზღვრულ ნაკვეთშიც ადამიანი ჩაარჭობდა, ისაკვრივ ამ შეჯიბრი იყო რა. უდ მაშინ დოღი იყო, აქაც შეჯიბრი, ოღონდ ახლა აუქცია. ანუ ესეთი პრეცედენტები უფასო პრივატიზაციის ყოფილა და რო შევაჭამოთ ერთი რაც ახასიათებს ყველას, არ აქვს მნიშვნელობა ბოლომდე მივიდა, არ მივიდა, რამდენი პროცენტით გაკეთდა, არ გაკეთდა, რაც გაკეთდა, ამას ჰქონდა მნიშვნელოვანი ეფექტი განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. 2014 წლიდან 2024 წლამდე სასოფლო-სამეურნეო დასახლებებში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 6.3%-ით შემცირდა. ამაზე მიუთითებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც 2014 წელს სოფლად 1.591.181 ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო 2024 წელს ეს რაოდენობა 1.490.900-მდე შემცირდა. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.